აი, მზად ვარ, დავიცე. გზას გავდივართ ყოველ დღე. როგორც ოდისევსი. და გვინდა სახლში დაბრუნება. მაგრამ ვერ ბრუნდებით, იმიტომ რომ დავკარგეთ. და რაღაც ახალს ხსავთ. მანდ მე ბახი არა მაქვს, ხო ჩაწერილი შენთან. ბახი? რა, არა. ვახ. ცოტა საშიშ რამეს ვიტყვი, მაგრამ აი სახლში ვიგზნობ თავს. როდესაც ადამიანებთან ურთიერთობა აღარ დამჭირდება. როცა არ იღწვი ურთიერთობისთვის, ეგ არის კარგი. თავის თორსა ხდება. მოთხოვნილება, როცა აღარ მექნება, აი მაშინ ვიგზნობ თავს ბედნიერად. სამყარო არ მომწონდა, დღესაც არ მომწონს. და ვეცადე მეთქი ჩემსა შევქრი და იქ მაინც იქნება კაი თქო, მაგრამ არ არის ეგრე. მარტივად. ადამიანი ოჯახსაც ხომ აგიტო ქმნის, რომ ღმერთი გონია თავი და ისე ოჯახი იქნება, აი ეს იყოს იდეალური, ის ხო ისი სამყაროა ეს ოჯახი. და სამყარო რო არ მოწონს, აი მოდი ახლა მე შევქმნი სამყაროს და ის იქნება კარგი. მაგრამ არ გამოდის ეგრე. მეც ოჯახს ვამჯობინე სპექტაკლი დამედგა. მე არ ამასე უკეთესი, არც უფრო ძლიერი, არც უფრო საოცარი. ნებისმიერ პრემიერას აქვს ერთი უცნაური თვისება. აღარ იქნება მეტი. დღეს პრაგონს გავივნი და კაცი არ მომიკითხავს. ხვალ რო არ მოვიდე, კი არ იკითხავენ სად არისო. იმიტომ რომ უკვე დადგი თუ რამე გინდოდა მანამდე უნდა გექნა. ამიტომ მაგრამ ყველაზე კარგი არის რომ მედიას ერთი თვისება აქვს პიესას, თავიდან გინდა დადგმა. რომ ამთავრებ გინდა თავიდან დაიწყო რეპეტიციები. უნდა დაელაპარო, უნდა უთხრა და შეძლიათ და მე ჩაერევ. რახან ამდენ საუკუნე დგამენ მედიას ეტყობა მარადიულია ის პრობლემები, იმიტომ რომ ყველა დროში და ყველა საუკუნეში ქალები გაურბოდნენ კაცებს და კაცები გაურბოდნენ ქალებს. პიესის მიღმა არაფერი არ არსებობს რეჟისორისთვის. ყველაფერი არის პიესა. ტრანსპორტში რო ზიხარ და ვიღაცა როზის და უსასმენები უკეთია, იწყებ ფიქს რას უსმენს. იმიტომ რომ მუსიკა გიყვარს, პროფესია გაქვს ეგეთი. ვარდიშობ რა. სულ აეხა ეს რომელ პერსონაჟს გავს და ცოტა დაავადებული ხარ. თეატრს აქვს ძალიან კაი როლი. ადამიანები უნდა შეიცვალონ, როცა თეატრში მოდიან და გახდნენ უკეთესები ვიდრე იყვნენ. კათარზისი განწმენდა. თეატრი გავს განსაწმენდელს. დანტეს ჯოჯოხეთის მიხედვით თუ ავიღებთ რომ ამ სამიდან რა არის თეატრი, ჯოჯოხეთია განსაწმენდელი, 64 არის განსაწმენდელი. და თეატრიდან რო გადიხარ, ან უკეთესი გახდები, ან უარესი. ან შეიძლება სამუდამოდ განსაწმენდელში დარჩე. ამიტომა პასუხისმგებელია რეჟისორი, აი შეიძლება არ უნდა გაბოროტდეს ადამიანის სპექტაკლის ნახვის მერე. აი ჯოჯოხეთთან არ უნდა ექცეს ცხოვრება. შენ ფაქტობრივად განმარტავ იმ პიესის არს, შინაარს, უნდა მოუყვე ისტორია. როგორც ეკლესიაში, როგორც მღვდელთან. აფხაზეთი არის ბავშვობა. იყავი ახალგაზრდა, იყავი უკეთესი და ქონდა ოცნებები, რომელიც გეგონა რომ ახდებოდა. და მე ყველაფერი როცა დაიკარგა, აი იმიტომ არ ამიხდა რომ ყველაფერი დაიკარგა და ამით იმას თავს იმართლებენ ადამიანები. ეხ იქ რო ყოფილიყავით, ეხ ბიჭო რა მაგარი სხვანაირად წავიდოდა ცხოვრება. ოიდიპოსმა გააგრძელა ცხოვრება ბრმამ და შენ შეგიძლია ხო? ჯობია რომ არ დააბრალო რაღაცებს. და რაღაცა შექმნა ახალი თავიდან. აი შორია.